ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ისწავლით საიტზე HRG-ზე სამსახურის მაძიებლის პროფილის სწორად შევსებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროფილის 100% შევსება აუცილებელია იმისთვის, რომ შეძლოთ ვაკანსიაზე გამოხმაურება, თქვენი მონაცემები გახდეს ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და ისარგებლოთ საიტზე სხვა დამატებითი ფუნქციებით. პროფილის გააქტიურების შემდეგ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება გვერდის მარცხენა ნაწილში განლაგებულ მენიუ ელემენტებს. გთხოვთ გადახვიდეთ გვერდზე ჩემი HRG. გმულის ქვეშ ნაჩვენებია თუ რამდენად არის თქვენი პროფილი სრულყოფილი. ძირითად გვერდზე ნაჩვენებია ის ველები, რომელიც აუცილებლად უნდა შეივსოს იმისთვის, რომ პროფილის ინფორმაცია ავიდეს 100%-ზე. დავიწყოთ პირადი განყოფილებით ჩემი პროფილი. გთხოვთ დააწყაპუნოთ შესაბამის ბმულს, რომელიც განლაგებულია ეკრანის მარცხენა მხარეს. ვაჭერთ ღილაკს გვერდის რედაქტირება და ველოდებით ახალი გვერდის ბოლომდე ჩატვირთვას. ამ გვერდზე გთხოვთ შეავსოთ ცარიელი ველები თქვენ შესახებ. იმის მერე, რაც მორჩებით ინფორმაციის შეყვანას, გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს დამახსოვრება. დამახსოვრების შედეგად ნახავთ, რომ ეკრანის მარცხენა ნაწილში პროფილის შევსებულობის კოეფიციენტი შეივსება 25%-ით. გთხოვთ შეავსოთ შემდგომი განყოფილებების სამუშაო გამოცდილება და განათლება იგივე პრინციპით. ამის შემდეგ გვრჩება განყოფილება CV, რეზიუმე, დოკუმენტაცია. ამ განყოფილებაში შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე, CV, დიპლომი, სარეკომენდაციო წერილი და სხვა დოკუმენტი, რომელიც თქვენი აზრით შეხებაშია თქვენს კარიერასთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ატვირთული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს თქვენი CV, იმისთვის, რომ პროფილს მოემატოს დარჩენილი 25%. იმის მერე, რაც ატვირთავთ თქვენს დოკუმენტს, მისი სტატუსი იქნება მოდერაციის რეჟიმში, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს გადახედილი და დადასტურებული ადმინისტრაციის მიერ. პროფილს 25% მოემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრატორი დაადასტურებს თქვენს მიერ ატვირთულ ფაილს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დადასტურება ხდება მხოლოდ სამუშაო დღეებში. ადმინისტრატორის ავტორიზაციის შემდეგ თქვენი პროფილი 100%-ით არის შევსებული, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ სრულყოფილად ისარგებლოთ საიტის სხვადასხვა შესაძლებლობებით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვირეკოთ ნომერზე ან მოგწეროთ ელფოსტის მისამართზე. გისურვებთ წარმატებებს.